იტყვის, რას ნიშნავს ის, რომ აქ იპოვეს ახლა ხმის ჩამხშობი აპარატურა. კიდევ ერთი დადასტურებაა ფაქტისა, რომლებზეც საუბრობთ ჩვენ წლების განმავლობაში. ეს ხელისუფლება არაფერზე არ დგას გარდა ძალადობისა, უკანონო მიყურადებისა, არ ვიცი, მუქარისა, შანტაჟისა. ეს არის ხელისუფლება, ქართული ოცნება არა, აი მოსასმენი აპარატი, სუსი, უკანონო ქმედებები პროკურორების მხრიდან ჩადენილი. აშენაში ეს არის ხელისუფლება და რაც უფრო დრო გადის, პრაქტიკულად საათობრივად, სულ უფრო და მეტი ადამიანი ხვდება რა არის გასაკეთებელი ამ ქვეყნის დამსახურების გადასარჩენად. ნუ ასეთი კადნიერებაც არის და კადნიერებაც, ხო, ხა როდესაც ზღვა ხალხი იყო დღეს და შენ 4-5 შეტანით საკრებულოს თბილისის შენობაში, იქ სადაც რეალურად თბილისელებზე უნდა ზრუნავდნენ, იქ სადაც სოციალური პროექტების განხილვა უნდა მიმდინარეობდეს, იქ სადაც კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდნენ თბილისელებს, აი ქცეულია თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად და რაღაცა სპეცსამსახურების დანამატ შენობად, ხო? მორჩა გათავდა, ჩემი პრობლემაც ალბათ უკვე ის არის, როგორც პოლიტიკოსის რეალობა ასეთი ძიმი არ მიკმირს ეს ყველაფერი, გესმით, იმიტომ ეს ვიცი. არ გამკვირვები ახლა თქვენ რომ თხოვეთ, რომ მოდით ჩართვა გვაქვს და ვისაუბროთ იმ შემთხვევაზე, რაც დაფიქსირდა თბილისის საკრებულოში, ნუ ჩემთვის იყო როგორი ჩვეულებრივი ნორმა, არც კი გამკვირვებია. მაგრამ თუ კი ვინმე არ იცოდა დღემდე და არ ჯეროდა, მათთვის სასარგებლო ინფორმაციაა. ამ ყველაფრის მათ შორის წინააღმდეგ ვიბრძვით. მთელი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება აი ამ სისულელეებზე. 300,000 სატელეფონო საუბრის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს. 300,000 არც მეტი და არც ნაკლები. ერთდროულად 300,000 სატელეფონო საუბრის. ამაში ხარჯავს ფულს 100 მილიონი ლარით მეტს ხარჯავს სახელმწიფო ვითომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში. სინამდვილეში ამ 10,000-ობით ადამიანის შეეშინდა ხელისუფლება. ხანო, ამას აკეთებენ სულ, მოდით სულ აკეთებენ. რა ხა 5 ადამიანი იქნებოდა, 20 ადამიანი იდგებოდა, ნუ 20 ადამიანის გამო არ გამოიტანდნენ ამას, მაგრამ ნუ ხშირად აკეთებენ. პირველად არ გაუკეთებიათ. მაგრამ ეხლა გულახდილად გიკითხავთ. თქვენ ხომ აღარ გიკმირთ იმის, რომ მაგალითად მინისტრად ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრად ყავს მისი პირადი მცველი. სხვა უწყების ხელმძღვანელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ მისი მოსამსახური პერსონალის ბატონი ანზორ ჩუბინიძე კიდევ ერთი ყოფილი პირადი მცველი. ამის ხო აღარ გიგვეს. არა და პირველად როდესაც გავიგეთ ეს ყველაფერი, რომ როგორც მინისტრის სავალძლებში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პირადი მცველები ჩასვა და ასე მართავს, შოკის მომგვრელი იყო. მაგრამ გავიდა წლები და არ უკვირს. თითქოს ბატონი გომელაური არის შესაბამისი კვალიფიკაციის ან უნარჩვევების მქონე ადამიანი, არა. ბიძინა ივანიშვილმა სადა სახელმწიფო მიეტაცებია ბოლომდე ძალიან დიდი ხნით, მაგრამ დღეს სულ რამდენიმე საათის წინ საზოგადოებამ მე ვფიქრობ ამაზე მკაფიოდ ვერ გაუგზავნიდა გზავნილს და გაუგზავნა გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, რომ მორჩა გათავდა მიტაცებულ სახელმწიფოს უკან დაგაბრუნებინებს. და მე ნახეთ თქვენ რა ხდება დედაქალაქის მერიაში. აი, როდესაც ოპოზიცია ერთობით მოვა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქის მერიაში, ხომ? სახტად დარჩება ბევრი თბილისელი და დარწმუნდება, რომ ტყუილს კი არ ვიძახდით, როდესაც საუბრობდით მაგალითად კალაძის კორუფციულ სქემებზე. უბრალოდ ეს ყველაფერი დევს საბუთებით და ბიძინა ივანიშვილის პროკურორსაც და მოსამართლესაც კი გაუჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ თვალის დახუჭვა იმ კორუფციულ სქემებზე, რომელიც არსებობს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ეხლა თვითონ მომხმედი მერები არიან ტყვეობაში აყვანილი აი ამ სუსის მიერ. ხო, თქვენ ხო არ გონიათ, რომ ბატონი კალაძე ეხლა თავისუფალი მოქალაქეა. თქვენ ხო არ გონიათ, რომ ბატონი კალაძე ეხლა არის სუვერენული მერი და არ ეშინია სუსის, ეშინია, რატო? იმიტომ ფული მოპარული აქვს ბევრი და იცის, რომ სუსმა იცის. ვერასოდეს ვერ წავა სუსის წინააღმდეგ და არა მარტო ბატონი კალაძე, ყველა ჩვენ რატო უნდა გვიფრთხობდეს ძილს ოპოზიციონერ
დეპუტატებს ან პოლიტიკოსებს სუსი, ხო, ჩვენ შეგენებით ვართ ამ ბრძოლაში. მთელი არსებით ვიცით რას ვაკეთებთ. მაგრამ თუ კი ვინმეს ეშინია ქართული ოცნების დეპუტატებს, იმიტომ რომ ტყვეობაში არიან, იცით, აი არეალი მოქმედების შეზღუდული აქვს. ბაწარზე გამობმული ყავს ბიძინა ივანიშვილს. როგორ აი ასეთ მოსასმენი აპარატურებით და 1000 უბედურებებით რაც უნდა დასრულდეს 30 ოქტომბერს პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს ამ ძალმომრეობის ხელისუფლების დემონტაჟი უნდა მოხდეს მისი კონსტრუქციის და ძალიან მალე უნდა დაინიშნოს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აი ეს მარაზმი არასოდეს აღარ უნდა გამეორდეს, მაგრამ ყოველთვის გამეორდება თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა იქნება. ერთპარტიული მმართველობა ვისიც არ უნდა იყოს, აღარ უნდა იყოს. იქნება მრავალპარტიული მმართველობა, სადაც ელემენტარულად აი წარმოიდგინეთ დღეს და დავასრულებ ამაზე საუბრით. ამაზე საუბარს ამოწურავ, აი დღეს თქვენ დააფიქსირეთ ის მოსასმენი აპარატურა, ხო, რომელიც დააფიქსირეთ, უკანონობა, ხო? საზოგადოებამ გაიგო. აი წარმოიდგინეთ, რომ დღეს გენერალური პროკურორი იყოს დამოუკიდებელი პიროვნება. დამოუკიდებელი საფრთხე კომპეტენციის ფარგლებში იყოს თვითყოფადი. თუ მაინც გაბედავდნენ დღეს უკვე ვიდრე მე კი არ გამომართვებდი, ჩამომართვებდი ამ ინტერვიუს, ბრიფინგი ჩაინიშნებოდა გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ უმაღლესი ალბათობით ვერ გაბედავდა სუსი ამის კეთებას, იმიტომ რომ ეცოდინებოდა ვაი და თუ გამომეჭირეს გენერალური პროკურორი არ არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი ძმაკაცი და ბიძინა ივანიშვილის რაღაც ახალი განშტოება დამატებითი არ არის. ამიტომ უნდა იყოს ძალთა ბალანსი სახელმწიფო შტოებს შორის და რეალურად მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ სიგიჟეები არაკეთებინონ. დღეს ახლა ეს ბედავს ეს ოპერმუშაკი იცის რომ ბიძინა ივანიშვილის არის პროკურორის, პოლიციელიც, მოსამართლეც და მე რა თუ კამერა გადამიღებს და ჟურნალისტი ამ ყველაფერს გაასაჯაროვებს, ხო? სადაც არ უნდა მივიდეს, ვინც არ უნდა მივიდეს, ყველგან ბიძინა ივანიშვილის ხალხი არის და ამიტომ იზეიმებს უსამართლობა და არასამართლიანობა. აი ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. მე მგონი გასაგებად თქვი, რაც მაწუხებს. მადლობა ნიკა